მე ვარ გიორგი ჭავჭანიძე, ცხოვრობ თბილისში, ვარ 34 წლის. მოდი ავიღოთ ჯორჯიტასგან სუნელები. დღეს მომზადებ ხბოს მედალიონს, იურეთი და ტარხუნის соуსი. კერძების მომზადებაში დილეტანტი ვარ, ჯერჯერობით, არ ვარ პროფესიონალი. უკრაინაში მქონდა 4 ქართული რესტორანი და იქ ტარხუნა არიციან რა არის. და აქედან გამომდინარე ვამზადებდი ხოლმე იქ რო გამეკვირვებინა უკრაინელები და ძალიან მოწონდათ ეს კერძი. ვამატებ თელიანი ველის მინოს. соусისთვის ძალიან ბევრი არ მჭირდება, ამიტომ შეგვიძლია ცოტა მოვყარო. ჩემი ხელით მოგართმევთ. აიმე ჩემნაირი. მასტერშეფს გამომარჯოს. აი ამ გამოცდილებებს გამომარჯოს. თელიანი ველის მინოთი. კარგად. ძალიან მინდა წინსაფარი რომ ავიღო. იმედია დღეს ბოლოჯერ არ ვარ. ვამატებ პრეზიდენტის ნაღებს. ისე სახლში სულ პრეზიდენტს ხმარავ ხოლმე. ეხლა ნინჯას ბლენდერში უნდა დავაბლენდერო ჩვენი соуსი. соусის მზად არის. კარტოფილი ადუღდა, მზად არის უკვე რო კარაქი დავამატო. ვიყენებ პრეზიდენტის კარაქს. კინა გაგასინჯოთ? უეჭველი უნდა დავუბრუნდე წინსაფრით, არის განიხილება სხვანაირად. სულ ცოტა დრო რჩება და ამიტომაც უკვე ვიწყებთ სტეიკის შეწვას. მოდი მოგვიყევით თქვენ შესახებ, რატომ მოხდით აქ? თან დაიწყე და 5 წუთში დაასრულე კერძი. მე ვარ გიორგი ჭავჭანიძე. ამ ეტაპზე კომპანია ჰოთქარდის დირექტორი და დამფუძნებელი ვარ. აქ რატომ მოვედი და სანამ საქართველოში დავბრუნდებოდი, უკრაინაში ვცხოვრობდი. სარესტორნო ბიზნესით ვიყავი დაკავებული. 4 წელია საქართველოში მომიწია დაბრუნება. და ეს პროექტი ჩემთვის ემოციურადაც ახლოს არის და რაღაც დამაბრუნა იმ მოგონებებში, რა მოგონებებიც იყო და მიახლოვებული იმასთან, რომ სარესტორნო სფეროში ვიყავი დაკავებული. რას გვიმზადებ? იმზადებთ ხბოს მედალიონს. პიურე არის ტრუფელის პასტასთან ერთად და ტარხუნის გარნირთან და соусთან ერთად. საინტერესოა. ეს ხბოს რა ნაჭერია? ხბოს მედალიონი არის. ხბოს სუკისგან არის, ხბოს სუკი. ამ ხელა სუკი ქონდა ხბოს? კი. მოზვერი ალბათ. კი. ხორცი კარგად არის. ჩანს, აი ხორცი არის გადასარევ ფერზე, ორი. ეს соуსი არა. ეს არის მოთხიბლული, რასაც соуსი არის, უნდა ჩააწო. აი соуსი მაგისტვის მიდევს აქ. соуსის კონსისტენცია არის ცოტა ბლანტი, თხელი, რაღაც ისეთი, რომ ამოაწო და ეს უფრო პასტა არის. შიგნით აქვს ტარხუნის გარნირი. სტრუფელის პასტით არის გაკეთებული. კი არის, მაგრამ არ იყო. ცოტა მძაფრად უნდა, როცა აი ამდენ ტარხუნას დომინანტია ტარხუნა და ფარავს ამ ყველაფერს, მაშინ კარგი ბალანსი უნდა იპოვო ამისთვის. გასაგებია. გავითვალისწინე. ცუდი არა. მადლობადით. მე შემხვდა ტრუფელი. ხორცი კაია, არის ღირსეული მედიუმი. პიურე ძალიან კაია, კარგად არის შესრულებული. რა ვიცი, კერძი არის შემდგარი. მე მომეწონა. დიდი მადლობა. საინტერესო მომენტია. ეს დასვრა აღარ გინდა, იმიტომ რომ არაესთეტურია თეფშისთვის, ხო?
თუ რაღაცა პრიალა რაღაცნაირ მოემულსიო მასას წაუსნო, კიდე სხვა ესთეტიკაა რა. მაგრამ ესეთი აჭრილი პროდუქტი, რომელიც გრანულებით და რაღაცეებით არის, ჩემს ესთეტიკაში ეს არ შედის. იურე ძალიან ნაზია და კარგია, მაგრამ ტრიუფელი ესი არ იგრძნობა. ტრიუფელი ძალიან კარგი პროდუქტია, როცა ღია ფერის პროდუქტთან ათავსებ და ის არომატებს გამოხსნის. ამ შემთხვევაში პიურეკი არის ღია ფერის პროდუქტი, მაგრამ ტარხუნა იმდენად მძაფრია და კიდე ეს ხორცის ზემოდან ემატება, ეს გემო გეკარგება. ამ შემთხვევაში ეს ტრიუფელი დაკარგულია და ზედმეტი ხარჯია კერძისთვის უბრალოდ. შეეცადე ხოლმე რომ წინა პლანზე წამოწიო ის ძვირფასი პროდუქტი, რომელიც გაქვს. ამ შემთხვევაში ტრიუფელი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შენი მედალიონი, ხო? ამიტომ იქიდან უნდა დაიწყო აქცენტი და ის თავარი პროდუქტი ისე დაადო ამას, რომ ერთმანეთის ბალანსირება მოხდეს და არ ქონდეს ეს დარღვევა. მადლობა. მე გეტყვი კი ის კი ბატონო. ჩემგან გაქვს კი. მეორე კი. მეც მოგცემ ერთ ჩანს და გეტყვი კი ის. თქვენ გაქვთ 3 კი და გადასული ხართ შემდეგ ტურში. შეგიძლიათ აიღოთ წინ საფარი. მადლობა ძალიან. წარმატებით. წარმატებები. უღრუნესი მადლობა თქვენ ყველას. ძალიან საინტერესო გამოწვევა არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ და რა თქმა უნდა ყველაფერს გამოვასწორებ და უფრო მეტ შრომას ჩავდებ ესე ვთქვათ ამ პროექტში. მადლობა დიდი. ავიღებ სანტინოს რძეს. მე ვარ ეკატერინე მეიშვილი, ვარ 50 წლის, პროფესიით ვარ ფიტნეს ტრენერი. ეხა მუსიკა რომ მქონდეს, უფრო კარგი იქნებოდა. 2016-ში ვიყავი Miss Fitness მსოფლიო ლას-ვეგასში. ...2017-ში იყო მაიამში Fitness Universe და ეგაც გავიმარჯვე. ვიყავი ჟურნალის ყუდაზე, Body Fitness, მაქსიმშიც ვიყავი. და ერთი კვირა იყო ჩემი ფიტნეს სურათი გამოკრული New York Square Times-ზე. გამარჯობა. გამარჯობა. გაგვეცანეთ თუ შეიძლება და შეგახსენებთ რომ მხოლოდ და მხოლოდ 5 წუთი იმისთვის რომ დაასრულოთ კერძი და რა თქმა უნდა გვიამბოთ თქვენ შესახებ. მე ვარ ეკატერინე მეიშვილი. მე ვარ ფიტნესში ძირითადად 20 წელი ვიყავი ამერიკაში. ვარ Miss Fitness America, Miss Fitness World, Miss Fitness Universe, ნუ შემიძლია ჩამოთვალ. ძალიან კარგი. კულინარიაში ახლა ახალი ვარ და ძალიან მკაცრად არ შემაფასოთ. მინდა რომ ძირითადად გავაკეთო ჯამრთელი, გემრიელიც რომ იყოს, კალორიებშიც რომ ჩავეტიოთ. ვინც ფიტნეს ლაიფსტაილში ვარ. და ამიტომ დავიწყე ექსპერიმენტები. ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ შემოვხედე ერთი ვის გვინდა ფიტნეს. ჩვენ გვინდა გემრიელი ჭამა. კი ბატონო. მიყვარს კრეატიულობა. სცენაზეც ხო ფიტნესში გინდა, სპორტში გინდა, ტანგოში გინდა, წინასწარ არაფერი, ტანგოსაც ეკვა. და კარგი. რა უნდა შემოგთავაზოთ, გითხარით? დღეს მე უნდა შემოგთავაზოთ sweet potato Mexican style. მექსიკური ტკბილი კარტოფილი. როგორც მექსიკური ტაკო. აჰა, მორჩა, მშვენიერი. იმედია, დეიტი არ გაქვს დღეს. ბევრი ხახვი და ნიორი.
რატომ ცოტა კიდე ისეთი ნაზირო ყოფილიყო, ალბათ დააკლდა ცოტა გამოცხობა. მარილი აკლია. მარილს სულ აკლებ. ზომიერად ყველაფერი უნდა იყოს. ძალიან დიდი კარტოფილია, ბატატა რაც არის და დანარჩენი არის ცოტა. ანუ იმიტომ უნდა კარგად დაგეშალა, ამოგერია ხორცთან ერთად იმასთან და აი ეს ბოლო შტრიხები უკვე ზევიდან ლამაზად გაიკეთები. იმიტომ რომ არის აი მთელი გემო მიაქვს ბატატას. თავის დროზე ასტორ პიაცოლამ გარდატეხა მოახდინა ტანგოს მუსიკაში. თან კულინარიაში ეს არ გამოგივიდათ. მაგრამ კერძი არის გებრიელი. მადლობა. Oh my god. Sausa. გებრიელი აუდაოდ. ცოცხალიც არის, გვაკამონე ძალიან მომწონს და უბრალოდ ცოტა ლაიმს და მწვანე წიწაკას დავამატებდი, რომ ეს სიცოცხლე უფრო წამოეღო. საერთოდ ჯამში ძალიან კაია. მადლობა. ნუ ჩემგან არა, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ძალიან დამწყები ხართ და ცოტა ალბათ მეტად გჭირდებათ პრაქტიკა, კი? ჩემგან გაქვთ კი. მე გეტყვით კის და მოგწევთ ერთ ჩანს, რომ შემდეგში ვნახოთ რა შეგიძლია. დიდი მადლობა. აიღეთ სისაფარი. Oh my god. თქვენ გაქვთ 2 კი და 1 არა. წარმატებები. Oh my god, არ უჭერა. მადლობა. ნახვამდის. Hello. ეხლაც დამცინებთ. გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბარბაქაძე. დღეს ვაკეთებ დორადოს, ფილეს, ვაკეთებ სიმინდის პიურათი და ასევე სალსა ვერდეთი. ლა ფამილიასგან ვიღებთ კალასის მარილს, ვარ მსახიობი და ვსწავლ კულინარიაზე თან. სოუსისთვის გვჭირდება ანჩოუსი და ვიღებთ ჯორჯიტასგან. და ვაკეთებ უკვე პიურეს. 22 წუთი დამჭა და ცოტა მეჩქარება, მაგვიანდება დროში. ვიყენებ ნინჯას ლენდერს და რასოს ზეითუნის სოუსისთვის. აი ამას პირდაპირ დავაბლენდებ რაღაცა ვჭ. ვაპირებ წინსაფრის მოპოვებას, სავარაუდოდ მგონია რომ მოვიპოვებ. რაღაც სოუსის ფერი არ მომწონს. და ვნახოთ რავი როგორ განვითარდება მოვლენები. გამარჯობა. 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 ყველა გიცნობს, მაგრამ მაინც გაგვეცანი. გაკ 5 წუთი დრო, რომ შენი კერძი დაამთავრო და შენზე გვიჭხრა რა. მე ვარ გიორგი ბარბაქაძე, მსახიობი, ასევე ვარ მზარეული და დღეს გაგიკეთებთ დორადოს ფილეს სიმინდის პიურესთან ერთად. რატო მოხვედი აქ? ვუყურებ მასტერშეფს, მოყვარული ვარ და მინდა რომ ჩემი ბედიც ვცადო. ამიტომ მოვედი თქვენთან. რამდენი ხანია სწავლობ კულინარიას? დაახლოებით უკვე 1 წელი ხდება, რაც ვსწავლობ კულინარიას. თევზის შეწვის დროს მარილი და ლიმონი ჭირდება. მარილი და ლიმონი უკვე ვუქენი. და კარგი ცხელი ტაფარო ჭირდება. თქვენთან ლაპარაკში გავერთე, ამიტომ და სოუსი რა არის? სალსა ვერდეს ვარიანტი გავაკეთე, მაგრამ არ ვარ კმაყოფილი სოუსით მაინც, იმიტომ რომ და საწავიდო. ვერდზე არის მოსმული. ანუ სახიობობას ანებებ თავს და მოდიხარ კულინარიაში. სახიობას არ ვანებებ თავს, უბრალოდ აბა აქ რო შემოდიხარ, ვეღარ გადიხარ. არ გავალ თუ არის, თუ ეგრე იქნება საჭირო, არ გავალ მაშინ რავი. მარტო ერთ ხარეს წვავ? არა. ბოლოს განმოვატრიალებ, კანი როგორც კი ნატუნასავით იქნება, ოქროსფერი golden brown-ი. ანუ მარილის არ მოაყარე ტაფაზე მარილის არ მოვაყარე. ტაფაზე? არა. რა კარგია. გარდა როგორ უნდოდა? მარილი საჭიროა, ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი, რომელიც გემოვებს სტის.
ეგ ეხა ვითომ golden brown-ია თუ ეს არის golden black-ი. ეგრე გამა. ხილად. აი ხოხედაო. აი შავი ბოლო Golden black. სადმე. ზეთი ჩამეს ხაშავ. არა უშ და სულს მაგრამ მიიღო რაღაცა ფარის ფერი. გასხურა გამორთე ახლავე. თევზი რბილია, სველია, კარგია, კანი ცხრაშუნობს, რაც გინდოდა ის აქვს. ცალკე სოუსი რო აიღო თავის იმჟავე აქვს, მაგრამ ერთობლიობაში კომბინაციაში უკვე რო შემოყავს სიმინდი ძალიან ტკბილია. თევზიან კერძს აუცილებლად სჭირდება ციტრუსი რომ გაატანო, ჯერ შეწვის დროს სჭირდება, რომ სწორად დამუშავდეს და სწორად წამოიღოს ეს შეწვის პროცესი და ის არომატით შიგნით შეუვიდეს. აი ესე არა, რო წავ თევზს და ლიმონს არ აწვდო, მე თევზს ახში თევზის სუნი დგას თუ რესტორანში თუ სადაც ხარ, ხო? და როგორც კი ლიმონს აწვეთებ, უკვე ეს სუნი ნეიტრალდება და ეს ნიშნავს, რომ შენ სწორად ამზადებ ამ პროდუქტს. და ძალიან უნდა იყოთ ხოლმე ფრთხილად აი ამ სიმინდის პიურესთან, იმიტომ რომ ძაფრია, არომატულია და ყველაფერს მაინც ქვესარჩულად არა, ზემოდან ეფარავს. ტკბილია ძალიან. მადლობა. სოუსი მინდა გითხრა ურიგო არ არის. ცალკე სოუსი კარგია. კი. თევზი კაია, პიურე ხა, მივხვდი. მარტო თევზი, აი ეს სოუსი რაც გაქვს, კანელით რო დაგესვა და კიდე ცოტა lemon butter სოუსიც რო გაგიკეთებინა, ფანტასტიკური იქნება. ხო. სიმინდის პიურე ზედმეტია. თვითონ სიმინდის მარცვლებიც მოუხდებოდა ცალკე რო ყოფილიყო ცალკე მარცვლა. მაგრამ ეს იმდენად ტკბილია ეს თვითონ ის რომ პიურეც არა, უფრო პასტა. თევზთან არაფერ შუაში არ არის. ხო? არ ვიცი, მე მაინც მოგცემ ერთ შანსს და მაინც მინდა ბოლომდე გამოგწურო რა შეგიძლია. მადლობა. და გეტყვი კის. მადლობა. მეც გეტყვი კის. მადლობა. კაი ბატონო. თქვენ? უთხარი არა. ნუ რა გითხე ხო, გადაწყვეტილება მიღებულია, წინსაფარი გეკუთვნის. მაგრამ შენი პასუხი მაინც აინტერესებს. მართლა მაინტერესებს. რა არა რომც იყოს, ანუ არ მეწყინება რა. არა ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ არ არის ხა ცუდად მომზადებული, უბრალოდ ის პატარა ხარვეზი რაც გაქვს და რაც არის, იმას დროთა განმავლობაში დახვეწავ და შემდეგისთვის კარგად მომზადე. კარგით, მადლობა. სამი კი გაქვს და წაიღე წინსაფარი. იმედი მაქვს, რომ არ გაგიცხრუებთ იმედებს. ჩვენც და ხლებ ძალიან ცოტა ხანში გაირკვევა. აბა დროებით. დროებით. გამოვიტანეთ, რაც გამოსატანი იყო. მეროდა, შენი შემოგარგა. მე ვარ ქეთი ხიტირი, დრამის და კინოს მსახიობი. ძალიან ისეთი რეჟიმი გვაქვს დაძაბული, როგორც ყველა მსახიობს ალბათ არ ვიქნები განსხვავებული. მოვედი მასტერშეფში, რომ კიდევ ერთი პროფესია შევიძინო. ხორცისთვის ვიყენებ არაჩვეულებრივ ბასოს ზეთს.
აი ხა უშუალოდ დავიწყე ხორცის შეწვა. ჩემ ოჯახის წევრებს ძალიან მოწონთ ჩემი მომზადებული კერძები და ამითი განებივრებული ვარ. ჩემ соуს დავაბლენდერებ, ეხა წაბლის соуს ნინჯას ბლენდერში და ვნახოთ აბა. იცი, მე მგონი ბევრი ვიმუშავე და გავგრილდები ბორჯომით. გამარჯობათ. გამარჯობა. 5 წუთი. უნდა მოასწროთ კერძის დასრულება, გვიამბოთ თქვენ შესახებ და რატომ მოხვედით MasterChef-ში. მე ვარ მსახიობი, დრამის და კინოს მსახიობი, ქეთი ხიტირი და MasterChef-ში მოვედი ახალი გამოცდილებისთვის. რა კერძი მოგვიტანეთ? სტეიკის სალათი. ოკეი. გავაკეთე ესე გადაწყვეტე წაბლის соусით. რისი დრესინგიო? ზეითუნის ზეთი, მდოგვი, დიჟონის, ბალზამირებული ძმარი და ლიმნის წვენი. ეხლა სტეიკს აყრით. დიახ. ეს სტეიკი იყოს, დიახ, რა დაჭერილი. დააყარე? ეს უფრო ხორცის სალათია, ვიდრე სტეიქ სალათი. სახში ამზადებთ? კი, სახში ვამზადებ. და მიყვარს ძალიან. გურმანიც ვარ და ვამზადებ კიდეც. აბა ვნახოთ. ნუ ვიზუალურად ფერები კი საერთოდ სტეიქ სალათს როცა კეთდება, ესე წვრილად არ უნდა იყოს ხორცი დაჭერილი. უნდა იყოს ეს ცოტა სტეიკებად, რაღაცა თქვათ, რომ ის ეტყობოდეს, რომ სტეიკის სალათი. თვითონ სალათი აი კარგი შეზავებულია. ეს წაბლით მოუხდა სხვათა შორის, მაგრამ ცოტა ხორცია მშრალი. ეს ხორცი, როდესაც ესე წვავთ სასტეიკე ხორცი, უნდა იყოს ცოტა ოდნავ სველი, ოდნავ წითელი, რომ ის სინაზე არ დაკარგოს ხორცვა. ჩემი გემრიელი. მადლობა. წაბლის ხალხში აღმოჩენა ჩემთვის. აბა ცოტა მეტი რო ყოფილიყო, იქნებოდა უკეთეს, ალბათ. წაბლი? წაბლი. დიახ. გემრიელი სალათია, მადლობა. სალათი გემრიელია და ცოცხალია. უბრალოდ როცა რაღაც სალათს ქმნი და არ ქმნი რაღაცა main პროდუქტის სახელს ამ სალათს, ხო? ის პროდუქტი წინა პლანზე უნდა იყოს. უფრო სალათს ხორცის ფანტელებით დავარქმევდი, ვიდრე პირდაპირ სტეიქ სალათს, იმიტომ რომ მოცულობიდან გამომდინარე ასია. სოუსი ძალიან ცოცხალი და ნაზია და კარგია. პიურესაც მივესალმები და თქვენი სალათი შედგა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე კი ის ვამბობ. ანუ საბოლოო ჯამში კი. შემდგომ გიგავთ. ხორცის ფანტელების სალათს კი. შეგიძლიათ აიღოთ 3 კი გაქვთ, გადასული ხართ შემდეგ ტურში. მოცნებობდი ამ წელსაფარზე. ხო და აი, მადლობა, კარგად. კარგად ეხავით, წარმატებული. კერძის უსჭირდება პრეზიდენტის ნაღები, ასევე პრეზიდენტის კარაქი. გამოვიყენებ თელიანი ველის თეთრ მშრალ ღვინოს. ენერგიისთვის სანდომის ვაფლს გავიყოლებ. ჩილი წიზაკის ნაჭრებს ავიღებ. ჯორჯიტასგან. ნინჯადან დამჭირდება აუცილებლად ბლენდერები, არაჩვეულებრივი соуსის გასაკეთებლად. კუალიკოს ქათამს ავიღებ, აუცილებლად დაგჭირდება. ფინოს ფოლგა დამჭირდება. ჭირდება ბასოს ზეითუნის ზეთი. მოგესალმებით. გამარჯობა. მე ვარ ნიკა საცირაძე.
ეს არის დორადო ფორთოხლის სოუსით. თევზი კარგად არის მომზადებული. მე სამწუხაროდ გეტყვი არას. მე მოგცემ ერთ შანსს და გეტყვი კის. მეც კის გეტყვი. მადლობდი. გამარჯობა. მე ვარ ანანო, ჭიტანავა, პროფესიით ვარ ვიზაჟისტი. ქათამი მოგიმზადე ციტრუსის და თაფლის გლაზურით. მოგეთ ერთი თხოვნა მექნება თქვენთან, რომ გასინჯოთ ეს ჩანგლები ესე რომ არ ჩაყაროთ. ნახოთ. პიურე კარგია, ბროკოლი კარგად არის მომზადებული და ამიტომ შენ იტყვი კის, რა თქმა უნდა. მე გეტყვი კის. თქვენ გაქვთ 3 კი წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა. გამარჯობათ. მოგესალმებით, მე ვარ თორნიკე, 51 წლის. რას გვიმზადებ? ეგრეთ წოდებულ ღორის კარეიკას ველური ბრინჯის გარნირით. შენ ხო იცი რომ ეხა ყველაზე კრიტიკულ ქარცეცხლში გაივლი, ეხა თუ სადმე გაგივლია. ბრინჯი რატო არჩიე? კაი გარნირია რა. ეს არ არის ის ვიზუალი, რაც აქ უნდა მოგეტანათ თან ჩვენთან. ანუ ხორცი კარგად არის მომზადებული. ქაოსი გაქვს თეფშზე. მე გაძლევ შანსს გეუბნები კის. მე გეტყვი არას. არ ვიცი, მეც მოგცემ ერთ შანსს, რომ შენ ის მაქსიმუმი დაგვიდო და გვანახო რა შეგიძლია. შენ გაქორი კი, ერთი არა, აიღე წინ საფარი და მოემზადე შემდეგი ტურისტი. მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა. თამთავარ 34 წლის. მე გიმზადებთ გოგრა ვაშხთან ერთად, ასევე მაქვს იხვის ფილე. გოგრის პიურეს აკლია სიმჟავე, სოუსი არის ძალიან ტკბილი. არომატული, არა ტკბილი. მე გეტყვი არას. მეც გეუბნებით არას. მე ვფიქრობ, რომ აქვს პოტენციალი და. კი ბატონო, მე ამაიღე. მოდი. ეს არის ორივემ რო უარი თქოს, მე შემიძლია გადაგიყვანო. ძალიან დიდი მადლობა. ბეტო არის და. ავიღო. მადლობა. აი. გამარჯობა. გამარჯობა. მე ვარ გიორგი ფანჩულიძე, 23 წლის. დღეს მოგიმზადეთ ინდაურის ბარკლის რულეტი, სიმინდის კრემისებური მასა, რომელსაც დავამატეთ ჩახეხილი სულგუნი და ველური კენკრის და ანწლის სოუსი. ეხლა გვეთამაშები, გემოებით ამ კერძით. აი მაგის გამო ვარ ზუსტად მოსული, იმიტომ რომ თქვენზე უკეთეს ვერავის გავასინჯებდა. ეს არის ანწლის არაყი, ანწლის სოუსიდაც მაქვს გამოყენებული. საერთოდ ჯამში ჩემთვის კერძი მისაღებია და მე გეტყვი კის. მეც გეტყვი კის. შენ გაქვს 3 კი და გადასული ხარ შემდეგ ეტაპზე, შეგიძლია აიღო წინსაფარი და გელოდებით შემდეგ ეტაპზე. ძალიან დიდი მადლობა, არ გაგიცნობთ იმედის. გაიხარე. ბავშვობის ჰორორი იყო ჩემთვის. გაცივაზე თუ რაღაცაზე მასმევდნენ ხოლმე და თელ ოთახში სუნი იდგა ხოლმე, მაგის და მეზისხებოდა. აი ცხვირზე მოჭერით ვჭამდი, ვსვავდი. სოფელში არ ახს რომ დავლევდი თანწეს 2 დღე ყავდი. გამარჯობა, მე ვარ შაკო, 24 წლის, ვარ DJ-ი, მყავს შეყვარებული. მან შთამაგონა რომ მიდი მასტაშებში სადე და მეც მომინდა აქ მოსვლა და ეხლა აქ ვარ. მადლობა, რომ გვერდში მინდა ხარ ესე. მინდა რომ მის გამო შევძლო შეუძლებელიც. ყველაზე მეტად მიყვარს საჭმლის ჭამა და გართობა რა. და შაკო არის DJ-ი და მზარეული. ეგოისტი ხარ. ანუ ზოგადად ცომის და ჩემი ურთიერთობა ხო იცი როგორია, როგორც მე და შენი რა. კარგი. არა მარილიანი. მადლობა რომ აქ ხარ და მეხმარებინი. გამარჯობა. მოდი 5 წუთში ჩაეტიე, თან შენზე მოგვიყევი. კი ბატონო. რა საქმიანობ, რა საკეთებ, რატომ მოხვედი ჩვენთან და ასე შემდეგ. მე ვარ შაკო თათარაშვილი. ვარ DJ პროფესიით.
ვარ მოყვარული მზარეულის თვითნასწავლი ესე რომ ვთქვათ. გასაგებია. და გადავწყვიტე რომ მომემზადებინა იტალიური რავიოლი ქართული სულით. ქართული სულით იმიტომ რომ გავაკეთე იმერული ყველით. ვფიქრობ რომ სასურველ შედეგს დავდებ. соуსი არ გააკეთე? კარაქში დიდი ხანი ქონდა გაგაჩერებული და ქვევიდან მოხდა. სადაც ესე რავიოლებს ცოტა соуსი სჭირდება. ამას სჭირდება ცოტა კრეატიული ელემენტები რა. თუ ესეთი ტკბილისკენ გინდოდა წაგეყვანა რა, რაღაც соуსი გაგეკეთებინა ისეთი. კი, გემრიელია, ცუდი არ არის. პასტაც კარგი მომზადებულია, ალდენტეც არის. ნუ გემრიელი არის, მაგრამ ნუ თან კაია და თან არაფერი. რაღაც არის. პეცი არ აქვს. პეცი არ აქვს, აი, მართალია კოტა. ხო, ლამაზი კი არის, მაგრამ შრალია ვიზუალში. გაიხსნა. კარგია, ძალიან კარგი თბილი გემო აქვს, მაგრამ თუნდაც ერთი კოზი არაჟანი აი ამ ყველაფერს კარგად შეკრავდა. ჭირდება რაღაცა соуსი, მასა, პასტა, რომელიც აი ამ ლუკმას ერთიანად დაატრიალებს, ხო? გასაგებია. მადლობა. პასტა კარგად არის მომზადებული. მოხარშულია ზუსტად. მთელი რავიოლი არის იგივე პასტა. ანა პასტა მიდის соуსში. ხო, იქ უნდა დასრულდეს. და соуსის გემო უნდა იყოს. რაღაც გემოები მოდის, სიტყვა მოდის, გძნობ, მაგრამ ვერ ხედავ. სომი კარგია. გემო კარგია, უბრალოდ აკრია ის, რაც ამას ყველაფერს ერთიანად შეკრავდა. ამის გამოცდისთვის და გამოსაცდად მე ერთ შანსს კიდევ მოგცემ, რომ შემდეგ ტურში გვანახო რას გააკეთე. ჩემგან გაქვს კი. ნადრობა უღმის. ჩემგანაც. კი გაქვს. ნადრობა ძალიან. შენ გაქვს ორი კი, ჩემგან ალბათ უფრო არა ვიდრე კი, მაგრამ ეს გადამწყვეტი არ არის. ორი პლუსით. კი ბატონო, შენ გადახვედი შემდეგ ეტაპზე, შეგიძლია აიღო წინსაფარი და წარმატებელი. მადლობა ძალიან. აბა. მადლობა. კარგი ბიჭი. კი. მეგობრებო, ვამზადებ კალმახს, რომელიც ჩემს ტბაში დავიჭირე. აქ გავაცხელე ტაფა, რომელიც ჩემს სამჭედლოში გამოვადგინე და ვიწყებ გოგრის ტარტარის მომზადებას. მე ვარ ნინო ხანცხავა, 28 წლის, ვარ კონტენტ კრეატორი. TikTok პლატფორმაზე ცნობილი კრეატორის ნარა სმიტის ვიდეოებით გავხდი, ესე ვთქვათ, ყურებადი.
აქ ისევ მოვიწყინე, ამიტომ ჩემი საყვარელი მითოლოგიის წიგნი ჩამოვიღე და თვალი გავახარ. საუსისთვის გავამზადე ტომატ-პასტა. ჩავიცოთ შესაბამისად და მოვამზადოთ უფრთხილ უცხიმო იმერული ხაჭაპური მხოლოდ ერთი ინგრედიენტი, რა თქმა უნდა დაგჭირდება იმერული ყველი, ყველის სახეხი, ასევე სუნამო, რადგან ყველას არ უყვარს ყველის სუნი და სარკე, რომ მუდმივად დავწმუნდეთ მაკიაჟისა და თმის სილამაზე. ვარ დაოჯახებული, მყავს 2 წლინახევრის უსაყვარლესი შვილი ნოა და ჩემი სიმპათიურესი ქმერთემო. იმედია წინ საფარს ავიღებ. მე და ჩემი სიმპათიური ქმარი, გაგვიმარჯოს 3 წელია დაოჯახებული ვართ, მაგრამ ბეჭედი ჯერ არ მიკეთია. რატო არ ვიცი. სად გავაჩერო? მეტროსთან. გამარჯობა, თქვენ გაქვთ 5 წუთი დრო რომ გაგვეცნოთ და თქვენი კერძი დაამთავროთ. გამარჯობა, მე ვარ ნინი ფანცხავა, 28 წლის. პროფესიით ამჟამად კონტენტ კრეატორი. აი, ჩვენთან რატომ მოხვდით? ეს არის გადაცემა, რომელსაც დღიდან დაარსებისა ვუყურებ. ყოველთვის წარმომედგინა საკუთარი თავი მონაწილეების ადგილას. დღეს რას გვიკეთებ? დღეს მოგიმზადეთ შემწვარი კალმახი, ბროწეულის соусით და ნუშის და გამომშრალი კოწახურის პესტოთი კიდევ. ანუ ეგრეთ ძალიან მაღალზეც არა. დაიწვა. საერთოდ ესე ტაფაზე როცა აკეთებ და პერგამენტს არის, პატარა, აი ზუსტად ისეთივე სიმრგვალის უნდა იყოს, რა ძირია. და არა ეს. რა რისი კონტენტი გაქვს შექმნილი? უცხოელი ინფლუენსერის ნარა სმიტის მსგავს ვიდეოებს ვდებდი, როგორ ამზადებს საჭმელებს სადღესასწაულო კვებებით. და ეგრე დავიწყე და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. მეც ძალიან მომეწონა ეს გამოხმაურება ამბი და საჭმლის მომზადება სადღესასწაულო კაბე. ხო. აი გონია რომ ბალზე მიდის ისე აცვია ხო. ვინ არის სახლში თქვენი კრიტიკოსი? ჩემი მეუღლე. არაფერი არ მოსწონს, რასაც ვაკეთებ. და ჩვენ რა უნდა მოგვეწონოს? ანუ და დადგა ეს მომენტი. ვიზუალურად соуსი აჭარბებს თავარი კერძის მოცულობას და ის გადადის უკვე მეორე პლანზე. თავად პროდუქტს გულისხმობ თევზს. თევზი კარგად გვაქვს მომზადებული, ძალიან თბილი, სველი და ძალიან კარგია. რაც შეეხება გოგრის ტარტარს, ვისურვებდი რომ ციტრუსის წვენში დაგემარინადებინა, რომელიც თავის კარგ სიმჟავეს აიყოლებდა და ბევრად უფრო სწორი იქნებოდა თქვენი კერძისთვის. соуსი ძალიან ნეიტრალურია და უფრო გავამძაფრებდი. მადლობა. ცალსახათრო უნდა აურიო იმისთვის რომ რაღაც გემოვნო, ცალკე გოგრას არანაირი გემო არ აქვს. დიდი მადლობა. თევზი ძალიან კარგია. მადლობა შეფ. კარაკი მოუხდებოდა. ხო. მადლობა. კერძი არ არის ურიკო. ანუ კერძმა დამარწმუნა იმაში, რომ შემდეგ ეტაპზე შეიძლება რაღაცა შექმნა უფრო საინტერესო. ჩემგან კი. მე გეტყვი ერთ კის. ჩემგანაც კი გაქვს. 3 კი გაქვს და წადი აიღო. აუ შეფ, ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. და ის მომენტიც დადგა. ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის. წარმატებული. ვაუ! ჩემი ოცნება ახდა. ნინი რაღაც მინდა გითხრა. ჩემი აზრით შენ უკვე ძალიან დიდი ხანია ჩემი მეორე ნახევარი ხარ. 3 წელია. მაგრამ
ეს არ დაგვიმოწმებია არც რელიგიურად, არც სამოქალაქო წესით. გახდები ჩემი ცოლი ოფიციალურად. გასაპირია და კი. დილოს. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება MasterChef-ის დიდ სამზარეულოში. პირველ ტურში MasterChef-ის წინსაფარი ძალიან ბევრმა მოიპოვეთ. ამიტომაც წინსაფრის შესანარჩუნებლად ძალიან მძიმე ბრძოლა მოგიწევთ. დღეს ჩვენ გავიგებთ თუ ვინ იქნება ის 12 რჩეული, ვინც გააგრძელებს ბრძოლას ახალი MasterChef-ის ტიტულისთვის. სამი მონაწილის ვინაობა უკვე ცნობილია. გიორგი, მიხეილმა და მარიამ ოქროს წინსაფრები მოიპოვეს. ხოლო დარჩენილი 9 მონაწილის ვინაობას მეორე ტურის შემდგომ გავიგებთ. თორმეტეულში მოსახვედრად თქვენ უნდა მოამზადოთ ხელნაკეთი პასტა. პასტის მომზადება მოიცავს ყველა ეტაპს. თავად უნდა მოზილოთ ცომი, ხელით გააფრთხილოთ და მისცეთ მას ტაიატელეს ფორმა. შემდგომ უნდა მოხარშოთ იდეალურ კონსისტენციამდე. პასტა უნდა იყოს al dente. დავალების შესასრულებლად თქვენ გექნებათ მხოლოდ 20 წუთი. თუ გსურთ რომ წინსაფარს, რომელსაც ახლა ატარებთ, თქვენი სახელი ეწეროს, გირჩევთ კარგად მოემზადოთ, რადგან გადამწყვეტი ბრძოლა იწყება. გზად ხართ ბრძოლისთვის? თქვენი 20 წუთი ჩაირთო. ჯერ ავიღებ იოგურტს რომ დავლიო, წინაზე მოცვი იყო, ეხლა მარწყვი იყოს, მოდი. კარგი ცომისთვის დამჭირდება პრეზიდენტის კარაქი ცოტა. სანამზადებას დავიწყებ. რა თქმა უნდა, სანდომის სნეკით დავიწყებ. ფინოს პლასტიკი დამჭირდება ცომის შესახვევად. ასევე გავიყოლებ ხელთ სანდომის ვალფს განწყობის სასამართლებლად. იდეალური პასტისთვის გამოვიყენებ La Familias ფქვილს. ანუ, ბორჯომი ხომ არ გესიამოვნება? აუ, მიყვარს ბორჯომი. ვაი, მოდი, ერთად დავლიოთ. ბორჯომი, ჰიდრატაცია მივიღოთ. სულ 20 წუთი მაქვს 12 წელში მოვხდე. ვიყენებ რა თქმა უნდა La Familias ფქვილს, მინდა რომ იდეალური იყოს ყველაფერი. ძალიან მინდა 12 წელში მოხვედრა, ჩემი ვაცნება არა, მოვხვდე. კონკურენცია 12 წელში მოსახვედრად არის ძალიან დიდი და დარჩა უკვე 17 წუთი. პასტის ცომი ხელით აქამდე არასოდეს არ მომიმზადებია. ნახოთ რა გამოვა. ნერვიულობ, რა თქმა უნდა, პირველად ვაკეთებ და ნახოთ. რაღაცა არ მომყვება ცომი. არა, ფქვილი უნდა ამას, ფქვილი. ცომის მაზელა რთულია რა, ვარჯიშო ხოლმე. თავარია სიყვარულით გააკეთე. ვამატებ ბასო ზეითუნისეს, რომ გახდეს ოდნა უფრო სუბუქი. მე კი არ ვამზადებ აქ. მე მომედონ შემქმნა. ამაში დიდი განსხვავება არის. მიშველეთ. ჩემი გამჭირვები ანუ დღეს ვეღარ გისურვებ. ჩემი ცომი უკვე ადამიანს დაემსგავსა. გუზნობთ უკვე ერთმანეთს. ჩემი ცომი უკვე მზად არის, გავაფრთხილებ და ეგ არის. აბა. შემოვლენა თიგა. მართლა? ცომი კარგია. ჯერ არავინ არ აფრთხილებს ასე. ფერზე კარგია. პასტის ცომი მომზადების დროს სქელდება, ამიტომ ცდილობ რომ რაც შეიძლება წვრილი კონსისტენცია იყოს. ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიკური. უნდა მოვასწრო, ხალხი უნდა მოვასწრო. სამე გრელი ცეცხლი ქალი ვეჭდავები პასტის ცომს.
ესე რომ ცოტა ხნა ავსტრალია. ხო და რაღაცა ხაი კონტინენტი იყო ჩემი ჩანაფიქრი. იმედია მთლიანად არ ხარშო. ზომი გავაკეთებ და ეფრა თუთი დაისვენ. ვიყენებ ფინოს პლასტიკს, რომ ჩემი ცომი გადავახვიო და მოასწროს დასვენება. სულ მალე გავიგებთ სულ რამოდენიმე წუთში თუ ვინ იქნება ის შესანიშნავი 9-ეული, რომელიც გაართმევს თავს ამ ძალიან მარტივ, მაგრამ ძალიან რთულ დავალებას. დაჭრა დავიწყე, გონი ვასწრებ. არამომაზია რა. და ჩაოთხი წუთი, დროში თავისუფლად ვეტევი. ეხა ვილოცა რა მოესწროს მოხარშვა. დარჩა წუთი და 30 წამი. ყველაზე უშნო პასტა, მე მგონი რაც კი დამზადებულა. მე კმაყოფილი ვარ. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 და ხელები მაღლა. ჩვენი 20 წუთი ამოიწურა და ვნახოთ თუ როგორ გაართვით თავი ამ დავალებას. წავედით. აბა ვნახოთ. გამარჯობა. აგიმარჯვოსო, ცოტა სქელი არის ეთყობა. ცოტა კი არა. ცოცხ. ცოტა აკლია მოხარშვა. გაბტელებაც აკლია. მოხარშვას და გაბტელებაც. ესეთი სქელი არ უნდა. ოდნავ თხელს ვისურვებდი, მაგრამ მისაღებია. რაღაც დიდია. ვიზუალურად ცოტა დიდია. მაგრამ კაი ფერზეა. კი. ისე კარგია. ალდენტე არის. კარგია. შემდგარია. რა არის ეს? ლაზანიის ფირფიტები. ლაზანიის ფირფიტები კიდევ უფრო თხემია. ზომაც ნორმალურია. ვერმიშელის დეიდაშვილია. ცოტა. ეს გამხმარ სულგუნს გავს. მეგონება ზოგან ჩახარშულია, ზოგან ალდენტეა. ხო, რაღაცა არასწორი ფაქტურაა. სიგანეში კარგად. ფართოდ დახუჭულია. კარგია. ტექსტურა, მოხარშვის დონე, ფერი, მე ძალიან მომწონს. აბლო. ხერხიანი დანა მოგვიტანეთ რომ გავჭეროთ. ძალიან გამოწვევა, იმიტომ რომ ალერგია მაქვს ხორბალზე და ძალიან შემეშინდა რომ საშინელება არ დამართნოდა და მოკე, ნუ ხო, კიბორგი პასტა. ძალიან სქელია, ძალიან უხეშია, ძალიან უმია, ძალიან მდგრადია. ბევრ ამაში შეგიძლია გამოიყენო. სამკაულები შეგიძლია გააკეთო. ბროშები რაღაცა, ხო. არა, ნუ ტრაგედიაა, ვიცი. ახარა, აღარ ხარ ისეთი, რეიწყო. უსქელესია პირველი ვიზიტი. ხა მოკლე. და მოუხარშავე. ზოგი სქელი, ზოგი წვრილი რა ხდება ამ ზომებში? სათითაოს დაჭერი. ჩემთვის ცოტა სქელია. სქელია? სტომი სქელია. კი. კარგად გამოიყურება ვიზუალურად. სქელი არის ეთყობა. უსქელეს. სულაც არ გამოიყურება. სომს კაი ტექსტურა აქვს. თითქოს ჩანს რომ სქელია, მაგრამ რომ ერთმანეთს საერთოდ არ იზრუნო. კარგია. ეხლა ეს ძალიან სქელია, ეს კარგია, ის საშუალოა. ამ სქელია. მოხარშვაც აკლია. პასტა ალდენტეა, სისქე ნორმალურია. ძალიან დიდი მადლობა რომ კარგად იმუშავე. ეს პასტა შედგა. ეთყობაში. ალდენტე არის, იბატონო. მომწონს. ალდენტეა. კარგია, ცმომი კარგია, მოხარშულია კარგად. ვიზუალურად უკვე კარგია, ვიზუალურად.
მადლობა. შესრულება კარგია, ჩემთვის მოხარშული კარგია. ეს ტექსტურა ძალიან კაია. გრძელი ატრიები გაუკეთებია. სუპერ. სკელია მოხარშოცაკლია. ჩქარი ხარ, ჩქარი. პოტენციალი იგრძნობა. მადლობა. ჩვენ უკვე დავაგემოვნეთ და შევაფასეთ თითოეული თქვენგანის მიერ მომზადებული პასტა და სულ მალე გავიგებთ თუ ვინ გახდება ის რჩეული 12-ეული, რომელიც იბრძოლებს MasterChef-ის მე-12 სეზონში. მანამდე გთხოვთ რომ გადაინაცვლოთ მეტროპოლის ოთახში და დაელოდოთ ჩვენს გადაწყვეტილებას. MasterChef-ის ახალი სეზონის 3 მონაწილის ვინაობა უკვე ვიცით. ესენი არიან გიორგი, მიხეილი და მარია. დანარჩენი 9 მონაწილის ვინაობას გავიგებთ ახლა. დავიწყოთ. წუხარებას და სიხარულს გახსნილად ვაცხადებ. მინდა აღვნიშნო, რომ 12 სეზონის განმავლობაში პირველად არის რომ ასეთი რეკორდული რაოდენობით დაიმსახურეთ წინსაფრები და ძალიან გაგვიჭირდა აი ამდენ კარგში კიდევ უფრო კარგების არჩევა. პირველი, ვინც 12-ეულს შეუერთდება და ადგილს დაიკავებს ოქროს წინსაფრიანებთან ერთად, ეს გახლავთ ცოტა ენერგიულად. ნინუცა შენგელი. ვინ იქნება შემდეგი? გიორგი ჭავჭანიძე. მე-12 სეზონში იქნება მონაწილე, რომელმაც სწორედ გამოიყენა მიცემული შანსი და ეს არის ნინი ერემაძე. დაგვრჩა კიდევ 6 ადგილი. მე-12 სეზონს შეუერთდება თაია არაბული. კუთვნილ ადგილს 12-ელში დაიკავებს თორნიკე ჭილაშვილი. დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 4 ადგილი. მე-12 სეზონში იქნება თორნიკე ნასარიძე. აძაბულობა მატულობს. ახაც დარჩენილია მხოლოდ 3 ადგილი და ხართ ყველა. MasterChef-ის ახალ სეზონს მე-10 ნომრად შეუერთდება თამარ გუდავა. დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 2 ადგილი. გამარჯვებისთვის იბრძოლებს ეკატერინე მეიშვილი. და ბოლო. დარჩენილია მხოლოდ და მხოლოდ 1 ადგილი. MasterChef-ის მე-12 სეზონში მე-12 ადგილს დაიკავებს
დავით ბეგიას. სულ ეგ იყავი ბიჭო, ადეს ლაპარაკო. ვიხუმრეთ. ვიხუმრეთ რა ის. აბა რა. განარჩენებს ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ გემშვიდობებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს ბრძოლა თქვენთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო და გელოდებით მომავალში. თქვენ კიდე მაგრა დაგერხათ. ეხათ MasterChef-ის ახალი მე-12 სეზონის 12 რჩეული. რაღაცა ოქროს თარიღია რა. და გახსოვდეთ, რომ თქვენ შორის ერთ-ერთი თქვენგანი არის MasterChef-ის გამარჯვება. თორე აქამდე რაც გაიარეთ, ჟურნალი იყო, ახლა იწყება ტიტულისთვის ბრძოლა. და მოემზადეთ ბრძოლა იქნება რთული, კონკურენტიანი. თქვენი თავის გარდა ვერავინ ვერ გიშველით, მაგრამ საინტერესო. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. პირველ არხზე MasterChef-ის დიდ სამზარეულოში საღამოს 10 საათში.